მინდა მოგახსენოთ, რომ ის რომ რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად ამ ომის შემდეგ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს იყო დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ჩაიდინა, რუსეთის ეკლესია ესე იგი ვერ გაბედა ეს, რომ ეს თქვათ არ აღიარებინა, რომ ეს ჩვენი იურისდიქცია. ვერ გაბედა ღვთის წინაშე, ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიების სისავსის წინაშე, მაგრამ ერთი ფაქტორიც არის. რაღაცა პატრიარქის პიროვნება მიმართ იყო კიდე რაღაცა ძალიან დიდი მოწიწება. სულ ყოველთვის იყო. ეხლა თქვენ გახსოვთ, რომ იყო ალექსი მეორე, რომელიც კარგად იცნობდა პატრიარქს, ჯერ კიდევ სანამ პატრიარქი გახდებოდა, სანამ მღვდელმთავარი იყო, სანამ პატრიარქობამდე თვითონაც მღვდელმთავარი იყო და აი მე მახსოვს მათი ურთიერთობა. ძალიან პატივს სცემდა პატრიარქს, ძალიან უყვარდა და აი რამდენადაც შეეძლო ის, ესე ვთქვათ, ცდილობდა, რომ ეხლა არის რაღაცა, რასაც რუსეთის ეკლესია ვერ შეეწინააღმდეგება სახელმწიფოს. სამწუხაროდ ეს ჩვენთან ასე არ იყო. ანგარიშს შეიძლება ყოველთვის უწევდა ეკლესია ხელისუფლებას, მაგრამ ესეთი წნეხი, როგორიც იქ არის, იყო და არის, ასეთი არ იყო საქართველოში რა. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პატრიარქი გაგებით შეხვედროდა იმას, რომ რუსეთის ეკლესია ყოველთვის ესე ვთქვათ სახელმწიფოს პოზიციას ვერ უპირისპირდება. თუმცა ურთიერთობებში რასაკვირველია, პატრიარქი ცდილობდა, რომ ეს შეენარჩუნებინა რუსეთის ეკლესიის მხრიდან დამშეკავებული დამოკიდებულება და რომ აი არ შემოჭრილიყო ჩვენს იურისდიქციაში. დარღვევები ცალკეული არსებობდა, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური დარღვევები მათგან მაინც ამისგან დაიცვა ღმერთმა და ჩვენო პატრიარქმა. პატრიარქის აი ამ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა ყოველთვის იყო ძალიან ესეთი სიბრძნის საფუძველზე. ყოველთვის იყო ესე ვთქვათ იმის გათვალისწინებით, რა შეიძლებოდა მოეთხოვა რუსეთის ეკლესიამ. იმაზე მეტის მოთხოვნა, რაც შესაძლებელი იყო, შეუძლებელი და რაღაცა პროტესტი, დაპირისპირება, კრიტიკა იქნებოდა სრულიად ესე. ჯერ საერთოდ ეკლესიებს შორის ურთიერთობაში ძალიან ფრთხილი ურთიერთობა უნდა იყოს. ეკლესიათა შორის ურთიერთობა არ არის მარტივი თემა, იმიტომ რომ ეს ლაპარაკია ზოგადად ერთიანი ეკლესიის მშვიდობაზე.